დღევანდელი BMG Drive ქართულ საბრძოლო ხელოვნებას მუშტიკრივს დაეთმობა და მის ბაზაზე და ტრადიციებზე შექმნილ ორგანიზაციას გამას, რომელიც ძალიან პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში. ჯილი საქართველოს მადლობა იმისთვის, რომ ჯილი მონჯაროს სივრცე გამოყო დღევანდელი ჩაწერისთვის. გიგა კუხალაშვილი იქნება ჩვენი დღევანდელი სტუმარი. გიგა, მადლობა დრაივის სტუმრობისთვის. Pirikit, მადლობა მოწვევისთვის. მნიშვნელოვანია თქვენი გადაცემა, რომ სწორად მოხდეს ზოგადად ამ კერძო სექტორის სწორად წარმოჩინებია. სხვათა შორის ეს თემა. სპორტული მიმართულებით თემები მაქვს ხოლმე ეთერში, მაგრამ ეს მიმართულება არ მქონია, რაც ჩემი დანაშაული ამ წლების განმავლობაში, მაგრამ გამოვისმინე რაღაცნაირად. გამოსწორება. ხო, იმიტომ რომ ინტერესი რეალურად ძალიან დიდია. აი ხო, სოფლიო ინტერესი და რაღაც ძალიან ცნობილ ორგანიზაციებს რო ვიპარაკოთ, საქართველოში საკმაოდ მზარდი ინტერესი და ამაზე კითხავ ცხადია, როგორი იზრდება, როგორი პროპორცია, მაგრამ მოდი გამაებს დაფუძნებით დავიწყოთ. რა ნიშა დაინახეთ, რა საჭიროება დაინახეთ, მოკლედ რა იყო ინსპირაცია, რომ ეს შეგექმნათ ორგანიზაცია გამა. ხო, ნუ წაგან კამერას მიღავ საუბრობდით იმაზე, რომ ზოგადად ხა ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია ბრძოლა, იმდა ბავშვობიდან საბრძოლო სპორტში ვარ, ყველა სფეროში თითქმის მაქვს ბრძოლები ჩატარებული და რაღაც სხვა მიმართულებით ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი, რომ ამ თემას რომ მოვშორდე და სხვა რაღაცები ვაკეთო. ნუ ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია ალბათ ის იყო, რომ ეს ზოგადად მსოფლიო ტენდენცია წამოვიდა მუშტიკრივის. და საკმაოდ პოპულარული გახდა და ისიც შემიძლია ვთქვა, რომ რეკორდულად პოპულარული ხდებოდა წლიდან წლამდე. რა განვითარებაც განიცადა მსოფლიო მასშტაბით მუშტიკრივმა, თავისი სანახაობრიობიდან, დინამიურობიდან, ხმაურიდან მათ შორის გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სპორტის სახეობა. ანუ პერიოდს თუ ავიღებ ძალიან მოკლე პერიოდში გახდა, კი, ძალიან მოკლე პერიოდში გახდა რამდენიმე წელზე ვსაუბრობთ, ხო რეალურად? ხო, და რეალურად ხა, ნუ როგორც ყველა ქვეყანაში, ხო, მოდითქანა, რაღაც თავიანთი საბრძოლო ხელოვნებები ჰქონდა და ჩვენც ბუნებრივია მუშტიკრივში მაგრები ვიყავით ქართველები, თუმცა რაღაც პერიოდის მერე, მე-19 საუკუნის მერე ეს მუშტიკრივი საერთოდ გაქრა. ჰქონდა ამას თავის სხვადასხვა მიზეზები, რატომ მოხდა ეს და პარტნიორი დღეს ვინც არის ჩემი, გიორგი კოჩელეიშვილი, მოდროულად წამყვანი არის გამას ივენთების. რაღაც ეგეთი აზრი დაგვიბოდა, რომ გაგვეკეთებინა ორგანიზაცია მუშტიკრივის, რადგან ეს ქართული ჭიდაობა, როგორც ასეთი მთელ მსოფლიომ გაიგო. აი ყველა მისის, რომ ქართველი მაგრა ჭიდაობს, მაგრამ მუშტიკრივშიც ყოველთვის მაგრები ვიყავით. და ამ ძველი მასალების მოძიებით რაღაც ქართული მუშტიკრივის გასაცხლების იდეა გაგვიჩნდა თავიდან, რა თქმა უნდა, ახლა სულ გვინდოდა ყოველთვის რომ რაღაც დიდ იდეოლოგიად გადაგწეულიყო, მაგრამ თავიდან დავიწყეთ მცირედით, ატარებდით ხან პარკინგზე ჩავატარეთ, ხან სამრეცხაოში ჩავატარეთ რამდენიმე ივენთი, მაგრამ როგორც მსოფლიო ტენდენციაში ხდებოდა მოკლე დროში პოპულარიზაცია, სწრაფი პოპულარიზაცია, ისე მოხდა საქართველოშიც. ხალხმა უცებ აიტაცა ეს, ყველას ძალიან მოეწონა და ნუ აი ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მიზანი და мотивация, რომ ეს ქართული მუშტიკრივი მსოფლიოს გაეცნო. სახელწოდებაც გამოც ავიღეთ ძველი ხელნაწერებიდან. ეს არის ერთ-ერთი ტერმინი არის, მაშინ სხვადასხვა ტერმინები იყო თანამედროვე კრივში, ახლა როცა არის საბრძოლო სახეობაში, აპერკოტი, ჰუკი, კროსი და ასე შემდეგ, გამა უშუალოდ ნიშნავდა დარტყმას. ნებისმიერ დარტყმას ნიშნავდა. თან რაღაც თანამედროვე ლექსიკაში კარგად ჯდება ეს სიტყვა, კარგად ჟღერს. უცხოენაზეც უცხოენაზეც კარგად ჟღერს და ჩვენი ძველი ტერმინი არის საბრძოლო სახეობიდან. ხო, კარგად მოერგო, ბრენდინგსაც შეიძლება კარგად მოარგო გამა. აი განვითარება როგორ იყო? იმიტომ რომ რეალურად რაღაც სტარტაპს რო ქმნი და იწყებ
და როცა პროდუქტს არ ყიდი, რაღაც პროდუქტს რო ყიდი ისედაც რისკებია, რაღაც ისეთ სერვისს რო ქნი, ეგეც რისკებია, როცა დასაწყისში, მაგრამ მithume ამ ტიპის პროდუქტს რო ქნი, საკმაოდ დიდი რისკებია და აი როგორ განვითარდით, იმიტომ რომ ეს რაღაც ბიზნეს მოდელიც უნდა ყოფილიყო, ამაზე თვითყოფადი მაინც უნდა ყოფილიყო, რომ რაღაცნაირად ეცოცხლა რა. აი მან რა გზა გაიარა. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო დასაწყისი, არც ახლა არის ახლა სირთულეების გარეშე, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი პროდუქტი ეს არის მებრძოლი, რომელიც უნდა გაყიდო. და ქონდა პერიოდი, რომ რაღაცა დაბანდება გავაკეთეთ, კარგი ივენთი გაკეთდა, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, მაგრამ ვერა და ვერ გავარდა, ასე ვთქვათ რა, თემა. მაგრამ ძირითადი პროდუქტი მაინც არის მებრძოლი, რომელზეც უნდა იმუშავა. ხა თითოეული ჩვენი გუნდის წევრი მარკეტინგის, PR-ის თვალსაზრისით უშუალოდ მებრძოლზე მუშაობს, მებრძოლის სახელს ქმნის, როგორც ასეთი მებრძოლები, რა თქმა უნდა, თავიანთი შრომიდან, თავიანთი ბრძოლიდან გამომდინარე ისინი ხელს გვიწყობენ და ესეთი სინთეზური მუშაობა მიდის ორგანიზაცია და მებრძოლებს შორის, რომ მებრძოლი უნდა გახდეს ცნობილი, რომ ორგანიზაციამ პროდუქტი არის პროდუქტი მებრძოლია ძირითადად, რა თქმა უნდა. აი ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო მებრძოლის პროდუქტად გადაქცევა, იმიტომ რომ ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ჩვენი ხედვებიდან გამომდინარე, მებრძოლები, რასაც აი ტრეშტოხი, რასაც ქვია, ხო, ქართველი მებრძოლებს ძირითადად არ ახასიათებთ. ეხლა ბოლო პერიოდი არის, როცა ილია, მერაბი და ასე შემდეგ მებრძოლებმა აი ეს ტრეშტოხის მუღამი, ასე რომ ვთქვათ, დაიჭირეს, ხიდა. საქართველოში რთული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ საკმაოდ ბევრი მუშაობის და ახსნების და სწორად ინფორმაციის მიწოდების შემდეგ უკვე თითოეულმა მებრძოლმა უმეტესობამ შეიძლება ითქვას, რომ გაიაზრა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შენი სახელი ჟღერდეს და ჩანდეს არა მხოლოდ რინგში როგორ იბრძვი, მაგრამ თუ მაგრად იბრძვი რინგში და კიდე რინგს გარეთაც კონფერენცია იქნება თუ აჩვენო ვიღაც მიიყვანო იმ რინგამდე რომ გიყუროს. ხო, რა თქმა უნდა, ხომ მოვიდეს მაყურებელი. ამას ორი მომენტი არის. ან უნდა მოვიდეს მაყურებელი, რომელსაც უნდა შენი გამარჯვება, ან უნდა მოვიდეს მაყურებელი, რომელსაც უნდა ნახონ როგორ გცემენ. ეს უკვე ორივე ვარიანტი მებრძოლისთვის, ორივე ვარიანტი დამაკმაყოფილებელია. საკმაოდ რთული იყო ამ ყველაფრის მიწოდება ეს ინფორმაციის დონეზე მებრძოლებთან, მაგრამ ესე ვთქვათ, ერთი ფაქტი რომ მოხდა, მე უკვე მებრძოლების უმეტესობამ გაიაზრეს და კარგად მიხვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია, რაც ძალიან თქვი, რომ ბრძოლამდე უნდა მოიყვანო მაყურებელი, რომ რინგამდე უბრალოდ რომ გიყუროს და გქონდეს შენი ყურების ინტერესი.